მეორე ვლოგი იწყება, მე მგონი უკვე ამ ადგილიდან მოგესალმებით და გიორგის ეძინება თავის ტკიფა. მიკროფონი არ გაქვს, მაგრამ ეხა უბრალოდ ვლოგის დაწყება მინდოდა აქედან და დანარჩენს მე იქ ესე გავაგრძელებ. Security check-ი, პასპორტ კონტროლი და ყველაფერი გავიარეთ და ეხა ჩასხდომა არის საწყაბული გიორგი გარეთაიორი წუთი გასული და ხალხი ჩავსწრებით. და გააპდეითოთ, სასტუმროში მოვედით როგორც იქნა. აეროპორტში რატომღაც Wi-Fi არ მუშაობდა. შესაბამისად Bolt-ით ტაქსი ვერ გამოვიძახეთ. იქ მყოფ ტაქსებს გავესწაუბრეთ და 140 ზლოტიო თუ რაღაც ეგრევე ვითხრა ერთ-ერთმა. მეთქი ეგ ძალიან ძვირია თქო, წამოვედით უკან და მე კიდე ერთი მოვიდა. თან ეხა ფასებიც კი არ ვიცოდით ჩვენ, მაგრამ ვფიქრობდით და თბილისის ფასებთან დაახლოებით, იმიტომ რომ ესეც ცენტრშია და აეროპორტიდან იქაც ცენტრში რა გამოსულიყავი, სადღაც 40 ლარი ხო და ზლოტზეც მასე ვფიქრობთ და მაგარი შობდით და მეთქი მაქსიმუმ 50 მეთქი იმან 100 რაღაცა მითხრა და ძალიან ბევრია თქო და ამან მეო ყველაზე ცოტაო 100-ში გაგიყვანთო. ძალიან დეტალებში რო ყვები. ხო და აი დავთანხმდით რა. აკაცო ხომ მოგვიყვანა, მე ხა აქ ჩვენს Silver Apartments ქვია ამას და გარედან არ ეწერა, ვერ მივხვდით ეგ რომელი იყო, საიდან შევსულიყავით. მე იქ მომდევნოში გადავედით Wi-Fi დავიჭირეთ, ლოკაცია ვნახეთ და მოვედით ისევ აქ და რაღაც შევედით მე ერთ რეცეპშენში ვიღაც ხალი იჭდა ინგლისური არ იცოდა საერთოდ ვერ გავაგებინე, რაღაცებს პოლმრად მეუბნებოდა, მე ზემოთ ავედით, ვერ ვიპოვეთ, ჩამოვედით. მე გამოყვაი ქალი თვითონ. მე აქ რეცეპშენში უნდა ყოფილიყო, მაგასაც აღი ყავს ეთყობა კაცები ყავს საყვანილიო, პოლმურ ინგლისურად მეუბნებოდა რაღაცებს, დილს გავიგე. მეთქი კაი დავუღოთ მეთქი მოვიდა ეს ხო ზუსტად მაშინ ვერა აი 2 წუთში და ხოდა მოკლედ მშვიდობით მოვედით აქ უბრალოდ ეხა გასაღებზე რაც ვიწერია Wi-Fi-ის სახელი და პაროლი, ან მაგ სახელით Wi-Fi არ არის აქ და რაღაც უფასო Wi-Fi დავიჭირე, ძალიან ჭირდება და ძლივ ჩავთეთ ტელეფონის ინტერნეტი. არ ვიცი Wi-Fi გჭირდება სასწრაფოდ, იმიტომ რომ 10 გიგაბაიტი გვაქვს ნაყიდი. და საკმაოდ ძვირია პოლონეთის ინტერნეტი როგორც ჩანს. მობინექსი მაქვს ჩართული და ნახოთ რამდენი ხანს გაძლებს ეს და ძალიან მეზარება ეხა უკან იქას ლოკიდი მეგობართან იცოდა შორს არის იმის რეცეპშენი აქვე არა და Wi-Fi-ს ვერ პოულობთ. მოკლედ ძალიან გრძლად გამომივიდა, მაგრამ და გააპდეითეთ ეხა დაახლოებით 5 საათია, 4 საათზე ღამდება და საჭმელად მიდიოდა. ეს ყველა პრობლემა რაც შეექმნა იქიდან გამომდინარე იყო, რომ მარიამა არ იყიდა საქართველოში ინტერნეტი. მე არ ვიცოდი საქართველოშიც თუ შემეძლო ინტერნეტი რომ მიყიდა და მე აქ გამეაქტიურებინა. ყოველ რაღაც ტრადიციული რესტორანი, რომელიც ChatGPT მირჩია. ეხა მოვიფიქრებთ, სად წავიდეთ საჭმელად, გადავწყვეთ და წაგიყვანთ თქვენს და გაჩვენებთ. სანამ საჭმელად გავალთ, რუმტურის გადაღება დამოვიწყდა და გაჩვენებთ უცებ როგორია. აქ ტელევიზორი გვაქვს, აქეთ საწოლია, სამწუხარო დაივანი არ გვაქვს. ხედი არც შემოწმებია სიმართლე გითხრათ. აქეთ სამზარეულო, ეს კაჟადა და აქეთაც საპირფარეშო და საბაზანო. ურის რიგია, მეგობრებო. ხოლმეზე და მორთული ყველაფერი, ოღონდ არა, რა. ხათ ყველაფერი არა. ეს ქუჩა ჯერჯერობით. ეს სახელმწიფო სოფელი, ოღონდ დაკეტილია. ყველა ისეს დროს მოვალთ, რომ ღია იყოს. 4 საათზე მაინც უკვე ბნელა აქ და მაინც ლამაზი იქნება ყველაფერი. ვაუ, ძალიან ესეთი გემრიელი ნუდლსი არ მიჭამია ფაქტობრივად არასდროს, ანუ უბრალოდ აღარ მახსოვს იმდენი ხნის წინ. სოუსი ქონდა რაღაც სასწაული, ანუ არაჩვეულებრივი, უგემრიელესი. და გიორგისაც თავისი დამფრინგები ძალიან მოეწონა. დამფრინგებს არა უშავს. ხო, არა უშავსო, იმიტომ რომ ხორცი აკლდა შეგრინი და ხინკალი ჯობიაო და ხინკალი სადაც არის ამას არსებობის უფლება უნდა აუკრძალოთო, მაგრამ მოეწონა. თუ მოხვალთ ვროცლავში უმამი, ასე ქვია რესტორანს, შევუკვეთეთ პოდტაი, მე შევუკვეთე წითელი ხახვის გარეშე, იმიტომ რომ წითელი ხახვი არ მიყვარს სასტიკად. ანუ ეს გადამჭა მეგობრებო, ისეთი გემრიელი საკვები მივირთვით, ისიც არ არის გიორგი მჭამა. აი, გარდანაც ესეთი არის ეს რესტორანი. ქართული რესტორანიც ვიპოვეთ, რომელს დაკეტილია. უამრავი რაღაცაებია, აი, ყველაფერის ნაბიჯზე რა გაიარა, უამრავი რაღაცაებია, მართლა. ლამაზი რესტორნებია და კაფეები. დღეს საკმაოდ დავიღალეთ, თან ძალიან უძილო ვარ. გიორგის თვითმფრინავში წეძინა, მაგრამ მე მარტო ავტობუსში მეძინა ერთი მაქსიმუმ 3 საათი. მთელი ღამე გავათენეთ.
ახალ წელს დილით 6-ზე ხო წამოვედით. მე ავტობუსი, მე თვითმფრინავი. 3 საათი კიდე ვიყურყავდეთ აეროპორტში, რა თქმა უნდა. მე სანამ სასტუმრომდე მოვედით, მე ეგრევე საჭმელად გავედით. რაღაცები დავათვალიერეთ. ეს იყო ჩვენი დღე. ვიფრინავმა გასწორა, პირველად ვიფრინე. საკაიფო დაფრინავდა, უკეთესად შეეძლო, ეს ვერ გააკეთა ერთი თხოვე რა, როგორ გააკეთებინა. ვერქნა. ქიანი ამოტრიალება ვერა ხო? ხო, პოლონეთი როგორ იქნება, შემდეგ დღეებში უფრო გავიგებთ. დღეს ძალიან ცოტა რაღაცები დღევანდელი წამოსმა გასწორა. ფინკალი მწოდები ხათამი ისალბათ არჩი არის და ქართულია მართლა თუ კი გრუზინ ეს ანტი გონება მაგრამ ვიკინგური რამეა სანამ შემოვუტრალდებოდით ამას დავინახავდით ყანწები მეგონა მაგრამ ყანწი არა ახლა ვართ მეც მქონი მგონია თეთრი მაგიდაა დღე მეორე მოვედით როგორც იქნება ტრადიციულ რესტორანში პირველები არა მაგრამ მეორეები ვიყავით ჩვენ აი მოიცა ხო და დასაწყისისთვის შევუკვეთეთ მე ომდრის სუპი ნუდლსით და გიორგი ჯერჯერობით სტარტერი და სტარტერი ფონი გაჩვენებთ ახლა ეს არის გიორგის დასაწყისი რაღაც და გიორგი მონება კარაქიაო. მე დასაწყისისთვის არაფერი მიგვაქვს. ნუ ჭამ, ხო ჭამე უკვე ბევრი. და პური მე დამიტოვე. იმიტომ რომ მე პური არ მომიტანეს. ხოდა ძალიან თეთრი არის კარაქისთვის და მეც მგონია რომ ცხიმია. ეს მეორე კერძია, გიორგის მშვენივრად გამოიყურება. ავსტრიულ მასკავ შნიცელს გავს. დას გავს? ავსტრიული შნიცელი. ნახოთ კატვიტის და ეს ჩემია, ეს potato არის, მაგრამ ის ქვაფშიროა თუ რაც არის ქოთანში. მგონი ქათმის ხორცი არ არის ეგ, თუმცა კი გემრიელად გამოიყურება ეს წვნიანი, მაგრამ როგორც ჩანს ეგეც მაგის ჭამაც გიორგის მოუწევს. ესე იგი ჩემი კუბიტურის ერთი რეტეინერი ესე იგი სამთოში სამჯერ მომწყდა, რომელიც რავი ერთი ალბათ 10 წელი უნდა გაეძლო წესით რომელსაც ჩემს მეგობარსაც უყენია და იმასაც რავი წლებია უკვე აქვს და მგონი ახლა ხანს მოიცნა თუ ისე აქვს არ ვიცი და ეხლა კიდე მომწყდა და ანუ ეს ისეთი საშინელება არის რომ გტდება მეგობრებო რაღაც წვეტიანია მარკინა და გირჭობა ვერ ამაგრებ უკან შენით წებოსავით რაღაც ჭირდება და ესე გირჭობა სანამ არ მიხვალ და ჩვენ სულ რაღაც ორი დღის ჩამოსულები ვართ ერთი კვირა კიდე აქ უნდა ვიყოთ და ერთი კვირა მე ამტანჯოს ვერ გავუწევდი ფიზიკურად და მთლიანად არ იმხრიძე ასე გამოიყურე და ვისაც გაინტერესებთ ვისაც არ გაინტერესებთ ბოდიში რომ დაგანახეთ მაგრამ ისეთი არაფერი რკინა არის უბრალოდ წებოები უსვია არ ვიცი ჩემი იყო ცუდი ხარისხი თუ მე არ ვუფრთხილდები, მაგრამ რა ვიცი, 10 წელი როგორ გინდა რომ მოვუფრთხილდე და არაფერი ჭამო, ხო, ისეთი. ისაც ვერაფერს ვერ ჭამე ხა და არ ვარ მაყოფილები. ხოდა ხა პლუს კიდე პურიც რო არ ვეჭამა, გაუყული დავჭოთ მშიერი. ეხა რაღაცები ვიყიდეთ Flying Tiger-ში და გამოვიარეთ რომ მოლში უნდა წავიდეთ კურტას და გიორგის მებეწ რაღაცები და მე არ ჩამჩნევია გიორგიმ დაინახა ამათი Sweet 90-იანები, აი ესაა. ანუ ჩვენ რაღა გვიჭირ, ჩვენი Sweet 90-იანები ესეთი რომ ყოფილიყო, ხო გიორგი? შავი რატო არ არის ყველაფერი? ახლა მოვედით მოლში. რომ გეუბნებოდით რაღაცები უნდა ვიყიდეთ, თქვა გუშინ ვიყიდეთ. სახელიდან აღარ გასვლას Squid Games უყურებთ მეორე სეზონს და ახლა მოვედით მოლში. აღარ ჯერ პირველ რიგში უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ სულში არ გვჭამია. და შევჭამთ, მე ყავას დავდევთ და მე ვივაჭრებთ როგორც იქნა. Gingerbread latte როგორ მოგწონს? არ მოგწონს? მე მოგწონს. და ლამაზი ხედია ეს ნაძვის ხე.
ეს რაც ისხედა, ეს ხე ძალიან უხდება ერთმანეთს, მაგრამ აქ ცოტა ფანცი корпуსია, მაგრამ რა უშავს. სხვათა შორის ესეთი პატარა ჯუჯებია ყველგან და ჩვენება კი მავიწყდებოდა. ხვალ მივდივართ ჯუჯების ქალაქში. ჯუჯები, მოჩვენებები და ლუდი. ესე ქვია ჩვენს ტურს, რომელიც უნდა ავიღოთ. ხა ონლაინ იქნება ყურებში, ნაშინკებში მოусმენთ და თან ვივლით. 27 ლოკაცია უნდა ვნახოთ. იმედია ჩაწერას მოვახერხებ. გიორგი მიყიდა ლეგო ვოლის. მე რეკაჩვენს როგორია. ეხა პოდკასტა ხუთწყლობს. ამას ახალშია. რომ გამოვაკეთოთ როგორ სიყიდის. ეპრუთ მომწონს. ეს ის ვოლი. ჯოყარელია. ეს ჩემდანი ერთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვქონდა ძალიან დიდი. ერთი შეგნაობა სამოწმეს. ეს ჩემი მანტო მეწვის ყიდულს აპირებდი, მაგრამ რაღაცები არ მომეწონა, არაფერი გადავიქრე და ეხა ჩავდებ თამაში, რომ სახლში მსუბუქად მივინეთ. Outfit check. არა შენ რა ვიდეოში ვამბობ. ესეთი არის ჩემი მანტო თეთრი. არის ჩემი საყვარელი სუვენირი, რომელიც მაქვს ხოლმე. მაგრამ აქ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ძალიან ძვირი ღირს. ცხელია. ეს დარჩინის ფუნთუშო ვიყიდეთ მაღაზიაში რა ბეიქერში რა, სახელად პური. თან არის ეს გრუზინსკა. როგორც წვადებ თან აქაც გვეგონა რომ თანიარე თუ კიდე. საქართველოს დაგხვდებოდა, თუმცა მივედით და პოლონელი ქალები მუშაობდა. პოლონელი თუ უკრაინელი? პოლონელი. რა იცი. ვიზუალ. შუნი. ხოდა მოკლედ უკრაინელებს აქვთ ხელში ჩაგდებული ქართული ბიზნესი. და ხაჭაპურებს რაღაცებს და მწვადებს და ხინკალს ყიდიან. და მე და მარიამა გადავწყვიტეთ ახლა ჩავართ თბილისში. და გავხსნით უკრაინულ მაღაზიას. დღეს თუ იქნება ბატონი მახარა საუკეთესო, რა თქმა უნდა ის მიიღებს ნანო პრემიუმის 200 ლიტრი. თმის დაშლა. სახე პოლიტიკური ჰიტარი. ანუ ძალიან ხუთი ვარ. მე მოგესმენებ სიმღერას. რა თქმა უნდა მიხვდეთ რომელი პოლიტიკოსი მღერის. მაგრამ კომრიბუ იმდენად ბევრი ჟელე მესვა, რომ ეხლა ერთული მაქროდის დავიბან თმას. წავედი ზოოპარკში. მარიამ უნდა დავტოვე. მე რატო? რატო? პოლარული დათვებთან დაგტოვე. პოლარული დათვები არ მგონია რომ იყვნენ. მაგრამ პრინციპში სიცივე კი უწყობს ხელს. შეიძლება იყვნენ. ამ პინგვინებთან. ზუ. გერგი მომატყუა ძალიან დიდი ღრებია და მე კიდე მეგონა რა ესენი გაშვებულები იყვნენ. ეს რაღაცა. ამზე არა. Okay, so the babies are gonna chase the mama. They're gonna be like trying to catch her tail. ეხა მას ხამოს გაუგზავნი გაგიჟდება. იმან მოსიარულე ვერ ნახა. ვაიმე, რანაირია ცუდადო. აუ, რამდენები არიან? შენ ვინახარ? ყურებია რა. ყურები? ეს მითაობად. საბოლოოდ როგორი კმაყოფილი ხარ ზოოპარკის? გასწორა. მიუხედავად ზამთრისა, კაი ექსპერიენსი იყო.
რაღაც ჯუნგლებში გავიცით უცებ და მომენტალურად მე უცებ წყალქვეშ მოვხვდით. კიდე რა ხდებოდა? ნიანგი ოღონდ ერთი ცალი და პატარა. იდეალური გარემოა შექმნილი ცხოველებისა და თევზებისთვის. კიდე ფრინველებისთვის. და კიდე იმან გაასწორა, რომ ამ ცხოველებს საკეთავენ სახლები აქვთ. აუ ხო, რაღაცნაირი, მართლა სახლებივით. სამკუთხედი ჭერების და ამბები. ბოსელი კი არა. დავიათი სახლი აქვს 60-ოთახიანი გადახურული საკაიფო და ქაურტრადიციულ გემოზე. ეხლა წავედით მუზეუმში. კი რა მუზეუმში მივიდივართ ნო ნაციონალური მუზეუმი. So cute. ძალიან მომწონს ეს ნაძვის ხება, ესეთი მინდა მეც მსგავსი აღონ ფორმას და სხვანაირი. გიორგი მეკაჩევა წამი ბილეთები ვიყიდოს და მე ჯერ ნაძვის ხას ვუღებ. ლამაზია. და ლამაზი რაღაცაა და სხვა შორის მეგობრებო, როგორც ჩანს, შაბათს აგერ უფასო ყოფილა და მოვედით უფასოდ შემოგვიჭრას ბილეთის ყიდვა არ არის საჭირო, რიგში ვიყავით არა და მუზეუმი მოგვეწონა, ისე რა, საშუალოდ, გარდან უბრალოდ ლამაზია. შიგნიდან ნაკლებად საინტერესო რამეები შევხვდა, იყო ლამაზი რაღაცაებიც, ნახავდით ჩავსვი რაღაცაები, საშუალოდ კმაყოფილები ვართ. ეხა ქვშია და იმედი გვაქვს საღამოს იმის თავი გვექნება, რომ ჯუჯების და მოჩვენებების და ლუდის ქალაქში გავიაროთ და იქნებ ლუდის დავლიოთ, თუ იყო. Who knows? მუზეუმი ხომ მოვილიეთ და KFC-ში მოვედით. რაღაც მენიუ შევუკვეთეთ, გიორგი მიყოლა. ამას აყვები აყრია მომაშორეთ. და ქალაქი მრიელი არის, მე ეს შევჭამა ერთი, მეორე კიდევ მაქვს. და ამის მერე საჩუქრები უნდა ვიყიდოთ კიდე და მერე ალბათ ყავას დავლებთ. ახლა მივდივართ მატარებლის სადგურზე. მატარებლის სადგურზე მივდივართ, ხო. კრაკოვში უნდა წავიდეთ 4 დღე ამოგვეწურა ვროცლავში. გუშინ ბოლოს ჯუჯების, ლუდის და მოჩვენებების სანახავად აღარ წავსულვართ. იმიტომ რომ საკმაოდ შეგვიგვიანდა უკვე. და მუზეუმი ვნახეთ, რაც გაჩვენეთ. დამთავრებაც აღარ გადამიღია. და ზოოპარკი. მაინც ბევრი კადრები მაქვს და ჩავსვავ. დღეს კრაკოვში გეგმები ბევრი არაფერი გვაქვს, ალბათ საღამოს უბრალოდ ქალაქის დასთვალიერებლად გავალთ და მატარებლიდან კადრებსაც გაჩვენებთ, იქნებ რამე ლამაზი იყოს. ვროცლავ გლოუნი. საკმაოდ დიდი სადგურია და ვნახოთ ჩვენი მატარებელი საიდან გადის. ესე იგი, ჩვენ მივდივართ კრაკოვში. 11-15-ზე და მესამე პლატფორმა არის ჩვენი. საუკარგე სად იყო? ხო, მესამე პლატფორმა. გიორგის კონტროლში ყავა, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო. იმიტომ რომ ბოლო ვაგონის კარი თითქმის ჩაკეტილი იყო. ჩვენ 11 ვაგონში ვართ. და ჩემ ტელეფონზეც გქონია გადასხმული, გავაშორე მერე. და ისე ბედნიერად მატარებლში რომ ამოვედით, სწრაფად, რომ მეთქი გადის უკვე, ანუ 10 წუთით ადრე იყო ჯერ, მაგრამ მაინც რავი ჩაკეტილი იყო, რატომღაც ყველა კარი. ანუ ხვირწინ მიგვიხურეს, მე როგორც მოვედი, ეს ყავაზე რავი წასული და მერე უკან ჩამივარ და ფეხი და ეს ჯიქა ავიქნიე და კიდე კაი სამსფარი ეპარა და ცოტათი ამოვიდა, მაგრამ გიორგის კურტკას გადაესთხა. ჩემს ფეხსაც მელსაც ცოტათი. და ჩემს ტელეფონსაც როგორც ჩანს. მოვიდით და ეს ჩვენი ქუჩაა და უამზესი რაღაც გვაქვს წინ, ოღონდ ჯერ არ ვიცი რა არის გავარკვევ. გიორგი ჩემოდნით, of course. ეს ჩვენი სასტუმრო კრაკოვში ცოტა უფრო განსხვავებულია, ვიდრე ვროცლავში იყო, მაგრამ მაინც ეს კაია. ეს არის უფრო ძველებური რა და შედარებით ხო, სხვანაირი. მაგრამ მე ესეც მომწონს, გიორგის არ მოსწონს.
ახლა ვეძებთ საჩაგულია რომ წავიდეთ. რამდენიმე ვარიანტი ავარჩიეთ. ნუ სასახლეში ყველა ვარიანტში მივდივართ ხვალ. სასახლეში არ უნდა იყოს. ხვალ ყველა ვარიანტში სასახლეში ხომ მივდივართ და კიდევ გიორგი იმოძებნა ილუზიის მუზეუმი ყოფილა აქ. ძალიან მომეწონა მეც ფოტოები ვნახეთ, მანდაც ვეჭვარი წავალთ. ეხლა დღეს საჭმელად გავდივართ და მერე პაბში. ბამბულბი ყავთ. ბამბულბი რა არის? ბამბულბი არის? არის ბამბულბი. პირველად მესმის. აი. ესე ChatGPT მითხრა რამდენიმე რაღაცა. ველის ციხეში გიგეთ გაიშენოთო. ოთ მართლა. ველის ციხე თუ ანუ Whale Castle მე რაც გითხარი. ველის ციხე. ხო, ეგა. ეგარი. არა. ჩემი ადრე ილუზიების მუზეუმი ჩვენთან ძალიან ახლოსია და ეგ შეგვიძლია ბოლო დღეს ვნახოთ. ანუ ზეგ. და საინტერესო ფაქტორი, ნომრებს არ აქვთ ნომრები და აწერია მხატვრების სახელები. პიკასო. ჩვენი პიკასოა. და ხო. ჩემოდნის ამსაგო. და ესეთი კიბეები გვაქვს, რომელზეც უმძიმესი ჩემოდანი ამოიტანა გიორგიმ და მე უკან მოვბარტყუნობდი. დიდი ხარი თუ რაღაც ეგეთი. და ანუ აქეთ არის ერთი რაღაცები და ძალიან ლამაზია. იყოს ბუფალო. Up drink bar. აბში ავალთვალ ვსწავლებთ ჭამის შემდეგ. ოღონდ ჯერ ტრადიციული რამე უნდა გავსაჯოთ. სხვა ჩვენს ძალიან ბევრი ხალხია. საკმაოდ. უგემრიელესობები და უტკბილეულესობები. თან ყველაფერი როგორ პასტელურ ფერებში არის. მე ესენი უფრო მაინტერესებს. ძალიან ბევრია. იო, რა ლამაზია. ბევრია ჩამწკრივებული ნახე რა ლამაზ და აცვიათ ცხენუკებს და ეს თეთლებია. სად ვარ ხაბა გითხარი? მე ხავართ ბისტროში. ბისტროდი მოიტანა მარჩენ კეცებს მაგას ნახავ. იცები უნდა ვჭამოთ პოლონური. კიდე რა. რაღაც პიცა რომელიც ყველას აქვს რომ შემოველით და გიორგის ეგ უნდოდა და ფოტოშოპის პირველად ლუდი რო გავსინჯე ძალიან მომეწონა. მეორედაც. კაია მეც მოვყურე. თუმცა ეს წყლის გემოსამების დიდი ალბათობით ნამეტნავად გაფაქტურული არის. ოკეი. 40 წუთი ველოდეთ ჩვენს უპატარავეს პიცებს. ვიცი რა ხომოვიდა ზომაზე პრობლემა არ აქვს. უბრალოდ ხას უსვავ იმას რომ ანუ პაწუა პიცის გამოცხობა 40 წუთი რა თქმა უნდა მაგას ვიძახი. მე შევუკეთე ქათმის და გიორგიმ რაღაც როგორ ეწერა სპეციალურია თუ რაღაცა ხო? საფირმო. ხო, საფირმო. ანუ ხახვი, პიცაში ხახვი, გაგიგიათ? ეს ჩემია და ის გიორგისია და გავცვალეთ ერთი ნაჭარი და გამოვაცალე ყველაფერი, ანუ სოკო მიყვარს, მაგრამ ანუ რა ხახვი ხალხო, პიცაში ხახვი ვის გაუგია. მე ვარ უკმაყოფილო. ციოდა პიცაში ხახვი იყო. რა ციოდა? 40 წუთი გვალოდინეს. რა ხახვი უხდებოდა? პიცაში ხახვი ვის გაუგია გაუბრალე. შენ პიცაში არ ყოფილა, ხახვი იყო ჩემ პიცაში. კი. და ამას განიცდის ჩემ პიცაში რომ ხახვი იყო. კი, მე ნერვიულო პიცაში ხახვი არ შეიძლება. სასტიკა დაკრძალულია. ცენტრში როგორი სილამაზე გვაქვს. თან ეს წვიმიანი წყალი ძალიან ლამაზად ირეკლავს. სხვათა შორის, რასაც დავაკვირდი, პოლონეთში ძალიან ბევრი ქარვა იყიდება. როგორც ჩანს, საქავრი ტრადიციული ქვა არის. ძალიან ლამაზია ზოგადად ქარვა ისედაც და აქ რაღაც ტრადიციული დატვირთვაც აქვს პლუს სილამაზეს. ძალიან ბევრი სტენდი არის ქარვების, თითქმის ყველგან იყიდება. ეს ჩვენთან დავიყიდა, სადაც ვართ ხა, ეგ სკვიერ არის და თან ესეთი ფიტლები დადის ყველგან. ახლა რომელიც ამბაჩებია, თან ნამდვილებია. ლამაზებია.
მოვედით აირიში პაბში. ხო ჭამეთ, ახლა უნდა დავლიოთ. კაი მუსიკებია და კაი გარემოა ძალიან, აი, კარგ ხასიათზე რა დადგები, რა შემოხვალ ეგეთი. მოგწონს მაგრამ პაბი. რას გამოარჩევ? არდაზნაო სიმღერა რო იყო. ასად მომისმენია. ინტერიერში მომწონს ბუდის პოსტერებიო და რაღაცაების კიდე. თავშტეგრე. როგორც აღმოჩნდა, ასე ზლოტი ქეშა და ჭირდება დეპოზიტ. აი იმინა ქეშა და ქეში 70 ზლოტი გვაქვს დარჩენილი მხოლოდ და ვერ თამაშობთ. რაში დავიხატეთ ეს ქეში? თუნდაც ჩემოდანი ვიყიდეთ ქეშით. არ ვიცი რატო არ ვიცი. მაგრამ არა უშვებს რა ვირას ვიდავს. და ნაცნობის სიმღერები არის აქ, აია. როცა ეგარი. მივდივართ საში. დაიხავართ გზაში. ზაპკა წამოწყალი ვიყიდოთ. ახლა გამოვედით, მივდივართ სასაუზმოდ. თურმე მადუარა ვქონია და მე გიორგის უთხარი გუშინ არ გვაქვს თქო ყავა არ ვიყიდეთ. ნუ დამეცოცხეთი. ვითომ არ კეთილის მეტროში ხარ არა? ხო და ახლა მივალთ ვისაუზმოთ და მე წავალთ სასახლეში ერთ სული მოხდა ძალიან მაინტერესებს. საუზმე რო ჭამოთ ბაქს ნაცვლად. ოკეი, მაგალითად ავიცი, აი აქ დავსვით ნახე რა ლამაზია. აი მოვიდით დავსხადით იმ წითელ კაფეში საღამოს რომ მომწონდა. ეხლა ეს სიმსიები ჩართულია, მაგრამ არ ჩანს. მე ძალიან ლამაზი გარემოა მაინც. თან ხედი გვაქვს ულამაზესი კიდევ. ანუ ხო, მე გუნდა რა თქვა, ეხლა გიორგი აქ როგორ დაწევა, არ ვიცი თქო. ცოტა რაღაცნაირი პატარა სკამი გვაქვს და აი აქ შეგიძლია დადო ეს სკამი მოვატანინე, რომ ეს დავილაკოთ. ესეთი გარემოა და აი ესეთი ხედი გვაქვს. Wow, beautiful. აბა მოგვიტანეს და შენ თავით ჩემი კოზი ჩაუვარდა და ახალი მომიტანა და ბუდიშის ნიშნად ნამცვრებიც მოგვიტანა. ანუ ძალიან საყვარელი გოგო არის მართლა. ძალიან მომწონს ეს გარემო და კაია. ჩემი პანკეიკები ეს რაც გითხარით უკვე ის და ეს გიორგის საუზმე. ეცი რა დავამოყამე, მაგრამ რა. კარგი. რაც ფოტოში ჩანს, ხოლმე იმაზე კარგი მოდის. საქართველოს მე პირიქით გამოსწია. კი, საქართველოში პირიქით. აქ ჩემთანაც 2 პანკეიკი იყო და ეხა 4 მოვიდა. აღარ გამირკვევია ხოლმე კმაყოფილი გამოდიოდა რესტორნიდან და თუ კმაყოფილი. ჭამის დროს კმაყოფილი ვარ, მე ვიხდით. ანგარიში რომ მოდის აღარ. ეხა ეს ჩვენი ვოიაჟი ამ კაფეში დაჭდა 100 რამდენი, 180 რამდენი ზლოტი. 130 ლარი დაჭდა. ხო რა. სიგიჟეა, ძალიან ძვირია მართლა. ანუ კაპუჩინო ღირდა სადღაც 23-22 ლარი. კი ლარჯი შევყვეთეთ, დიდი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რა 23 ლარი ერთი ჭიკა კაპუჩინო რა ამბავია. ზოგადად აღარ ჭამს, მაგრამ კიდე ის. ჩირი ვიყიდეთ და ეს 2 დღე ჩირი ჭამს. გზად შევხვდა ესეთი საყვარელი ნაგვიზღე. მაგრამ ლაბაზია. გიორგი მოგზაურს. ეუქრო ლამაზი. ეს არის კათედრალი და ეს არის სასახლე, სადაც შევიდეთ. ჩემს სკოლას გავს, არ ვიცი რამდენად გავს სასახლე დიმენდიაში, გინდან მაინც იქნება მსგავსი. ველოდებით ტიკეტ ოფისი რო გაიხსნას. ნახევარზე იხსნება პირველის და ეხა 12 საათია. და აქ ველოდებით და მანამდე მინდა რომ პოლაროიდი გადავიღოთ ნაძვის ხესთან. იტალიელ ფოლკმარს შევხვდით და პოლაროიდი გადაგვიღეს. ეხლა ველოდებით სასახლეში შესვლის რიგს. ნაძვის ხესთან ხო გადავიღეს და აქაც გადაგვიღეს. სიცილიიდან ვართო და მეთქი ჩვენს ვაპირებთ იტალიაში წავსვლას თქო და ძალიან მინდა მეთქი პორტოფინოში მინდა ძალიან თქო. რა?
So, ხა ბილეთების დაყიდვად შევედით და დასვენება არის და ეს სასახლის რაღაც გამოფენები დაკეტილი არის. მაგრამ უფასო არის 2 გამოფენაო. და ეხლა იქ უნდა შევიდეთ და უფასოზე რეცეპტს ვნახოთ. მაგერა აქ უნდა შევიდეთ. აი აქ. აი აქ. Turns out, რომ უფასო ბილეთებიც უნდა ავიღოთ ეთყობა. ბევრი ადამიანი ერთდროულად რომ არ შევიდეს. არ შევიდა. ბილეთების ასაღები დარბაზი უფრო ლამაზია. ვიდრე ეს ასაღი. გირჩევში შევიდეთ წამ. Chop. ამის რაღაცებია. ო ისეთი ისინი მომწონს ძალიან. აი ეს თებსო გიჟდები. ვაკრავებ ამებს. მე მგონი 2 საათზე და 3 საათზე შეგვიძლია რომ შევიდეთ ამ გამოფენებზე. რა სიტყვა, მოდი მივიდეთ და თუ ეგრე გვითხრა წავიდეთ, იმიტომ რომ დიდად არ ვარ აღბრთოვანებული იმ მიწისქვეშეთით. კიდე სვილოდეთ აქ ეხა ჩვენ 1 საათი თუ რაღაც და კიდე 1 საათი დალოდება და მე იმის მერე კიდე 1 საათი დალოდება არ გვიღირს, იმიტომ რომ ილუზიების მუზეუმი გვაქვს დღეს სანახავი. ნუ გარედან ხო ვნახეთ, პოლაროიდებიც გადავიღეთ. ვიპრუწიალეთ კიდევაც აქ. გადავიხედეთ და რაც თავარია ფული დავიხარჯე. ხო. და ეს გვაქვს უფასოდ. ბილეთიც გვაქვს სამახსოვროდ, რომელსაც შეიძლება ვერ გამოვიყენოთ. არა, 1 საათი დალოდება მეზარება ნამდვილად. როგორც აღმოჩნდა, დალოდება საბედნიეროდ არ გვიწევს. და პირდაპირ შემოვედით. სიამოვნო მუსიკაა ჩართული. სალო წამოვედით იქიდან და ვთვალიერეთ. გიორგის დიად არ მოეწონა, ხო? შენ გადაიგე? არც მე, მაგრამ იყო რაღაცაები. 1-2 ფოტო გადავიღე. ეხლა მივიდივართ ილუზიების მუზეუმში. ეგ მგონია, რომ უფრო მეტად მოგვეწონება. აქ უბრალოდ სწორი იყო ფასი რომ უფასო იყო. ხო. ანუ ფასიანი რაც იქნებოდა, ის ალბათ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა და ეს რაც უფასო იყო, დიდად ვერ აღფრთოვანდით ამით, მაგრამ ნუ ოკეი რა, რატომაც არა. ესეც უნდა გმენახა. წავედით ილუზიების მუზეუმში. Wow, really? ჩემოდანი უნდა დავტოვოთ ახლა ფოიეში და მე კაფეში წავალთ, ვისაუბროთ, ავასწავლოთ, მე მუზეუმში წავალთ, ტექნიკის მუზეუმში და მანქანებს ვნახავთ, ძველს. აი ეს ხდება ძალიან ბევრგან, ძირითადად ეს თვითტრინებში, სულ რესტორნებთან ან მაღაზიებთან. მაგრამ რესტორნებთან მოვედი, სადაც მიშელინის ვარსკვლავი აქვს აღებული თურმე წინა წელს.
მოკლედ ამის შემდეგ რამდენიმე ვიდეოს გიორგის ტელეფონით გადავიდა, იმიტომ რომ ჩემ ტელეფონს მეხსიერება გავუთავდა, იმიტომ რომ ბარსელონას ვლოგიც არ დავიმონტაჟებია, მთელი ბარსელონას ვიდეოებიც ყველაფერი არის აქ ამ ტელეფონში და შესაბამისად ისე მოხდა. ეხლა მომდევნო ვარ და იმის თქმა მინდა და წერან რომ ფასტ-ფუდ რესტორანში ორჯერ ვიყავით ერთხელ KFC-ში და ეხლა ერთხელ მაგდონალდსში და KFC-ში რო ვიყავით იქ სოუსები და გვაკლეს საერთოდ სამი სოუსი შეგვიძლია არც ერთი არ მოგვიტანეს და აქ ორი ყოლა გვქონდა შეკვეთილი და ერთი მოგვიტანეს და თან იმ ბიჭმა ისე სწრაფად მოიტანა რომ გაბრუნდა, ანუ ვერც მომასწავლებლად ფიზიკურად იმის ნახე ამაზია ვერ მოვასწრებდით ანუ ფიზიკურად იმის დანახვას, რამე აკლებთორა, რომ იმისთვის გვეთქვა. მე წავედი იმათ უთხარი მეთქი ესე მეთქი და 10 წუთი გვალოდინეს ამ ერთი კოლკოს ჩამოსხმაზე, მე ისევ მე თვითონ მივედი და მე თვითონ გამავართვი ისევ მოკლედ, ანუ ძალიან არაორგანიზებულები არიან და ძალიან არ მომწონს ფასტ-ფუდ რესტორნები აქ. ეხლა ვართ ინჟინერიის მუზეუმში. და როგორც აღმოჩნდა, აქაც უზუსო იყო ბილეთები. ეხლა შემოვიდით და გაჩვენებთ რაღაცებს ცოტას. ნახე, ამას არ აქვს ეს ბევრი რგოლები. ნელ-ნელა ემატება რა, ამას ორი აქვს დამიტებული, ამას სამი და ის ბოლოში მარტივია. ჭუჭუნაკი. ხო, და ეს კიდე შემდეგ უფრო რთულდება რა იქ. ნახე, აქ რამაც რთულია. აბა აქეთ? აქეთ უფრო მარტივი იქნება. და აქეთ ვაფშე მარტივია, ხო? აქეთ ძალიან შვები. ხო, ну, ამარტივებს რა. ეს 800-ია. ეს არის როგორც ნახე მეფზე ბაზილიკა ბოზეგო, ასე ეწერა, ციალავ კრაკოვე. შიგნიდან ფოტოები ვნახე, ძალიან ლამაზია, შევიდეთ. მოკლედ, ჩვენს ფრენამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი. აქ 4 საათია და ისევ დაღამდა, რა თქმა უნდა, ყოფილა გარეთ, ცოტა არ გასწვენს. ელსაკეთებ, ეხლა შემოვიდით კაფეში და ყავას ვხოთ. სტახანი აქ ვიქნებით. მე გავიზრდერნებთ ისევ ლამაზ ბაზრობას დავათვალიერებთ. შემდეგ ჩვენი ბარგი უნდა გამოვიტანოთ რეცეპშენიდან, ეგენი 7-მდე მუშაობენ. მე მაგში წავალთ და ვჭამთ. და მე უკვე მატარებლის სადგურზე წავალთ, იმიტომ რომ 11:30-ს გადის ჩვენი მატარებელი ვროცლავში. იქ რო ჩავალთ, მე წავალთ ტაქსით აეროპორტში და იქ 3 საათი გვექნება და დაველოდებით. მაგრამ კაფესაც გაჩვენებთ. შვიდისფერი ლამაზი კაფეა და ქვია კამელოტი. მასში საყვარელი ნაზვის ხე აქვთ. ეხლა ველოდებით ჩვენს პრებებს წასაღებად. ვფიქრობთ, რომ მატარებელში და აეროპორტში შევჭამთ. ლასტი. აქ ვისწრებთ ფილმს უყურეთ ნოელს საფალწლოს. მშვენივრად ვიყავით, გემრიელად და ველოდებით 24-ს. გიყვარს ჯელიბონი? ოკეი. მოვედით მატარებლის სადგურზე. აგერ აქეთ არის ჩამომსვლელი რეისები, აქეთ წასასვლელები. 22-24-ზე არის ჩვენი და აგერ საქართველოს რუკა. ქართლი და რაღაცები წერია. კახეთი, კარგად არჩანს, ჩავახეთი, მეზარება ხოს მისვლა. გრუზინსკა ჩატკა წერია, მაგრამ დაწუნებასთან კეტილია ვერ გავიგე, მაგრამ დაწუნებული ვარ, რომ